თუ ოდესმე დიდხნიანი პაუზის შემდეგ დაბრუნები ხართ რაიმე აქტივობას, მაგალითად ვარჯიშს, მუსიკალურ ინსტრუმენტს, და ნებისმიერ რამეს, რასაც აქამდე აკეთებდით, შემჩნევით, რომ გაცილებით უფრო სწრაფად და მარტივად აღიდგენდით სულ შესაძლებლობებს. სწორედ ამ დროს აქტიურდება კუნთის მეხსიერება და როგორც წინა ვიდეოში დაგვირდით, მოდი განვიხილოთ თუ როგორ მუშაობს ის. პირველ რიგში უნდა გავიაზროთ, რომ კუნთის მეხსიერება მხოლოდ კუნთებით არ შემოიფარგლება. ეს არის ჩვენი ტვინის, ნერვული სისტემის და კუნთების კოლაბორაცია. როცა გარკვეულ მოძრაობაზე გამუდმებით ვარჯიშობ, იქნება ეს აზიდვები, ბურთის კალათში სროლა თუ აკორდის აღება, ამ დროს ჩვენი ტვინი აყალიბებს ნერვულ ბილიკებს, გზებს, რომელიც თავსდება მოტორულ კორტექსში, ტვინის ნაწილში, რომელიც პასუხისმგებელია მოძრაობაზე. და ის კარნახობს ჩვენს კუნთებს თუ როგორ მოიქცნენ. შესაბამისად, რაც უფრო მეტხანს ვივარჯიშებთ ერთსა და იმავე მოძრაობაზე გამუდმებით, მით უფრო მეტჯერ გაივლის ნერვული იმპულსი წარმოქმნილ ბილიკზე და თანდათანობით მოძრაობა გახდება ავტომატური. მაგალითისთვის ავიღოთ აზიდვები. თუ ამ მოძრაობასთან შეხება არ ქონია, თავდაპირველად ჩვენთვის გაუჭირდება კოორდინაცია, რომ გააქტიუროს ყველა ის საჭირო კუნთი, რომელიც ამ მოძრაობის შესასრულებლად არის საჭირო. კლავები, ზურგი, მხრები და კორპუსიც. მაგრამ თუ განაგრძობ მოძრაობაზე ვარჯიშს, თანდათანობით ჩვენი ტვინიც იწაფება და უფრო ეფექტურად და თანმიმდევრულად ააქტიურებს საჭირო კუნთებს. ბოლოს კი ზედმეტი ფიქრის და დაძაბულობის გარეშე ავტომატურად ასრულებ მოძრაობას. სწორედ ეს არის კუნთის მეხსიერება. დავუბრუნდეთ კუნთებს. როცა ვარჯიშობ, შენი კუნთები ზიანდება, ადაპტირდება და იზრდება. კუნთოვანი ქსოვილების უჯრედებში კი გვხვდება ბირთვები, რომლებიც ეხმარება ჩვენს კუნთებს აღდგენაში და გაძლიერებაში. როცა ვარჯიშს თავს ანებებ, ბუნებრივია, რომ შენი კუნთები თანდათანობით დუმდება და სუსტდება. თუმცა ის უჯრედები ადგილზე რჩებიან და დაგროვილი გამოცდილებით შენს დაბრუნებას ელოდებიან. ამიტომაც არის, რომ ვიღაც ვინც უბრალოდ პაუზა აიღო ვარჯიშისგან, გაცილებით სწრაფად დგება ფორმაში, ვიდრე სხვა ვინც უბრალოდ ნულიდან იწყებს. კუნთის მეხსიერება ჩართულია თითქმის ნებისმიერ აქტივობაში. ავიღოთ გეიმინგი. თუნდაც დიდი ხანი არ გქონდეთ ნათამაშები თქვენი საყვარელი თამაში, თქვენს თითებს უმალვე გაახსენდებათ თუ როგორ გამოიყენონ კონტროლები. ავიღოთ საკრავი ინსტრუმენტები. ხელებმა თავად იციან როგორ და სად იმოძრავონ და ასე შემდეგ. თუმცა ყოველდღიური აქტივობები, წერა, საჭმლის მომზადება მოითხოვს კუნთის მეხსიერებას. როცა ნერვული გზები ყალიბდება, ისინი არ სათქრება, უბრალოდ პატარა შეფხიზლებას საჭიროებენ. კუნთის მეხსიერება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სპორტში. მორმელებისთვის ეს იქნება ეფექტური ნაბიჯების გადადგმა. მოცურავეებისთვის იდეალური ჩასუნთქვები, რომ ენერგია დაზოგონ. მებრძოლებისთვის კი შემოტევების ინსტინქტურად დაბლოკვა, აცილება და საპატსხო თავდასხმა. თითოეული აქტივობა ქმნის თავის უნიკალურ რუკას და რაც უფრო სპეციფიკური და სისტემატიურია ვარჯიში, ეს სამოძრაო რუკა, რომელსაც ჩვენი ნეიროიმპულსი იყენებს, მით უფრო დეტალური და დახვეწილი ხდება. კუნთის მეხსიერება, რა თქმა უნდა, არ არის შემოფარგლული მხოლოდ ძალისმიერი და ფიზიკური უნარებით. გექნებათ ისეთი შემთხვევა, როცა რაღაც ისწავლეთ, შემდეგ დაგავიწყდათ, მაგრამ ერთი თვალის მოკლით ყველაფერი უმალვე გაიხსენეთ. ჩვენს ტვინს ეს ცოდნა შენახული აქვს. უბრალოდ მცირე ბერკეტი სჭირდება, რომ უკან დააბრუნოს. და ეს ეხება ყველაფერს. მათემატიკურ თავსატეხებს, უცხო ენაზე საუბარს, რომელზეც დიდი ხანია არ გისაუბრიათ და ასე შემდეგ. კუნთის მეხსიერება პირადი უნარების და ცოდნის არქივივითაა, რომელიც არ სათქრება. მოკლედ, კაი რამეა რა. სულ ეს იყო. თუ მოგეწონათ სტანდარტულად ლაიქი რამე რომე როგორც ხდება და აბა შეხვედრამდე.